საბჭოთა კავშირში რა მოხდა? გააუქმეს კერძო საკუთრება და ამითი გააუქმეს ადამიანებს შორის თანამშრომლობის მთავარი თქვათ ხო, რატომ თანამშრომლობენ ადამიანები? ერთი არის კერძო საკუთრება, მეორე არის სიცოცხლე, აი როგორც თქვათ წელს განსაკუთრებული წელია ერთი ბევრი თვალსაზრისით ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვალსაზრისია, რომ 250 წლის თავი არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის. შეერთებული შტატები მან დროს არ იყო ამერიკის დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ. იმის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისადმი სწრაფვა. ხო და ამ სიცოცხლეს როცა ვეხებით, რა თქმა უნდა, ადამიანები იმის მერეც რაც საკუთრება გააუქმეს, სიცოცხლესთან დაკავშირებით თანამშრომლობდნენ მაინც და ფიქრობდნენ, რომ ვინმე თუ ვინმეს მოკლავს, ეს ცუდია. მაგრამ მანამდე იყო კიდე ძალიან დიდი სათანამშრომლო სივრცე, ეს იყო კერძო საკუთრების სამყარო. სადაც მე სხვის საკუთრებას პატივს ვცემ, იმიტომ რომ ველოდები, რომ ისიც ჩემს საკუთრებას ცემს პატივს. და ამას ხვდები, იმიტომ კი არა, რომ უცებ ჭკვიანი გავხდი. არამედ, იმიტომ რომ გამოცადე ეს ყველაფერი როგორც წამდგა. ილიას აქ ახლა გამახსენდა. ჩემი საკუთრება, ჩემი უფლება, ხოლო სხვისი საკუთრება, ჩემი ვალდებულება. ხო, მოვალეობა. მოვალეობა. ძალიან აი მოვალეობა მაშინ ლამაზად აქვს ფორმულა ჩამოყალიბებული.